Iau, mami dashi guaiuio. Era საყვარლები არიან, რა ციცინო. Iau. ნახე შენი შვილები როგორ ჭამენ ძეფიას და კვერცხებს? ჭამენ ბიჭ. უმი ჩაუყალე რომ ვენ ეს შავს და გირდები. გამომხედე პატარა. ოღონდ ცისფერი თოლები არ აქვს. Mama. Pути. Mama. Ყო ფიქრებით გაფრენილი. ეს გუშინდელი სახლის ტილოები. ჩემი ყვავილები რომელსაც მკურნალობ აი ესეთი. ჭიები გაუჩნდა და წამოსვლას ხალას. ჩემ ავოკადოს უყურეთ უბრალოდ არის შესწორი. ეს ამ სარკეში ვეყურებ ხალხი. დილამშვიდობის. როგორ ხართ? მე სახედაც მეტყობა რომ არ ვარ. ემოციურადაც მეჩათ ეს ჩავაქროთ აშკარად არ მჭირდება მინათება ძალიან მახინჯი ვარ. ესე იგი ასე რომ მომინდეს რომ თმა გავიკეთო. ვერასდროს ვერ გავიკეთებ. ლოგინში მიკეთდება მხოლოდ. ეს ტუჩი ვერ მოვირჩინე. თქვენ როგორ ახართ? არ ვიცი რა დღეა. ვიცი რომ 9 რიცხვია. აქ მიყრია ტილოები. ისინი გავფინე. და რაც მაქვს ეს უნდა დავალაგო. თან გეჭორავებით, ესე დავდგები. ესე იგი გოგოებო და ბიჭებო, თუ ხართ ვინმე არ გეწყინოთ, არ მიწყინოთ. ახლა ეს რომ არ გავაფორმო და ჩემ ემოცია ცოტა ბუნებრივად არ დავურთო. არ გამოვა. რემონტის შემდგომ სახლი აუარება ფანჯრებით 15 კვადრატ საძინებელში, რომ 2 ფანჯარა და 1 კარია. მარმარილოს იატაკი, რომელზეც ხელოსნებმა გადაწყვეტეს, რომ პიკასოები იყვნენ და ყველაფერი დაღვარეს და დახატეს. და მარმარილო ხელით მუშადება, არც ერთი ხსნარი არ შეიძლება. ანუ უნდა წეიგუზო და ფხიკო. შრალათა. ხო, მაშ და ეს ამბავი არის ჩართული ვარ ჯერ ისედაც რომ დაფაილებული ძალიან კარგმა ადამიანმა გადმომიგზავნა, მაგრამ ვიდეო ვერ აღიქვავს. თან მოხდა ისე რომ კარის ხელოსნები დამხვდნენ სახლში, რომლებიც 12-ზე უნდა გასულიყვნენ და ჩამესიძნენ და აღარ გავიდნენ, მოიცადეთ ჩემი შვილი მირეკა. არ მახსოვს სად ვიყავი, მაგრამ მოკლედ ეს ხელოსნები ჩამესიძნენ რა, სცენკა დადგე შუაში და 12 საათზე გასასვლელები აღარ გავიდნენ. აღარ დაადგათ საშველი. რა თქმა უნდა, ჩემი ემოციური ფონის შკალა ავიდა უსასრულობაში, აი თუხ-თუხს რო იწყებს, წყალი თუხ-თუხ და რო გადმოვიტვეს და ამ დროს ვიწყებ ხები ხოლმე არაადეკვატური. არ ვიცი როგორ გავაგრძელო, რა არის გამოსავალი, როგორ შეიძლება რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდე, იმიტომ რომ მე მყავს თანამშრომელი იქ მიყვანილი, დღე გაწერილი მაქვს და ეს უნდა დავასრულო. კაი, ხელოსნები გაეტივნენ. იქამდე რაღაცებს ვაკეთებდი ისე, საქმე წინ წავიგდე ცოტა. წყალი დაწყდა ხალხო. უცებ აივანიდან ვიყურები და ვხედავ რომ ჭა რომელიც კარგად ჩანდა, თხიშინით ამოვიდა წყალი. 40 ლიტრა წყლით დავალაგე. უპედანტეს ოჯახში სახლი ისე ნარემონტალი, სადაც ვერც წარმოიდგენთ რა ხდებოდა.
დახუნძრული ფანჯრებით. ჩემთვის წყალი რომ მოიცეთ, რას ვიზავდი, რომ დაბასრულე აბაზანა. უკვე რომ ვფიქრობ, როგორ გავეტიო ღამისად საათზე. დაიშლიგინა წყალმა და ერთი ის მოვახერხე, რომ ხსნარებიანი კაფელი არ დაგუტოვე ხალხს. და კარგად ჩამოვრეცხე, გავამშრალე და წამოვედი. დიდი უპით დაათვალიერეს. მე ყველა დამკვეთის მესმის და ძალიან მიყვარს ხოლმე რომ იქვე ხდება ბიჭოჩებში. ვაჭამე. იქვე ხდება ხოლმე დათვალიერება. იქვე მეუბნებიან თუ რამეს ხედავენ, იმიტომ რომ როცა ორიენტირებული ხარ ბევრ რამეზე შეიძლება რაღაცა ვერ გაინახო, კიდევ არის ის რომ ნეტა რადიოს აქ შრება რაღაცეები და მე რჩნდება და ნუ მოკლედ არის იქ ნიუანსები, მაგრამ გამოსული არ ვეყავი სახლიდან, რომ ჩემს მეგობარს ვურეკავ. ეძინა ადამიანს, რა ვიცი, ძინავს 10 საათია გამის. იცი რა მაგარი გოგო ვარ თქო. იცით როგორი შეგრძნება მქონდა, იშვიათად მეუფლება ხოლმე შეგრძნებები, რომ საკუთარ თავზე გაიმარჯვე, რომ მოახერხე შენი რაღაცეები თან ისე რომ გასაოცრად სხვაც კმაყოფილი დარჩა. ორი ქალბატონი ყავდა სახლში თან. გადავსვავდით, გადმოვსვავდით სოკოებივით. უსაყვარლესი მოხუცი ქალბატონი იყო და ერთი დამკვეთის დედა. ნუ მოკლედ მთელი ოჯახი გავიცანი, მამა, შვილი, ბებია, დედა. აი ბოლო წერტილებიც კი მიმანიშნეს, თუმცა არ იყო მისანიშნებელი, იმიტომ რომ კონტროლს ვეძახი ხოლმე, ყველაფერი დაშრება. სანამ ამოვისუნთქებთ, სანამ გამოვალ, იქამდე არ გამოვდივარ, სანამ მთლიანად არ შემოვივლი ხოლმე. და ყველა წერტილს არ ვნახავ, რომ რაიმე, ანუ მე იცით როგორ არის, ანუ ამ დიდნაკავს რო გაიტანის პატარა მინიმალური ან ცუდად გაშრა, ან რაღაცა მე ძალიან ცუდად ჩანს. ხო და დავიმშვიდობე. ყველაფერი მტკივა. მაგრამ ის შეგრძნება მაქვს რომ მაგარი ვარ. ანუ ვიგრძენი ეგ. მეზობლის ხალხი შემოვიდა, მეზობლები გვესტუმნენ და ჩემ ყავასად ვაჩერჩეთ. მასლამი კაცი იყო. ხო და მე მუშაობ მალიარების ნიღბით. არასდროს არ ვსუნთქავ ხსნარებს, სადაც მჭირდება ესეთი მნიშვნელოვანი ხსნარი, იქ მაცვია 3 ხელთათმანი და მალიარების ნიღაბი და მე ცხვირი მაქვს ხოლმე წითელი და დასიებული. მაგრამ ის რომ ჩემს ფილტვებში გარდა იმის რომ მოვუშვებ პაპიროსის კვამლს, აღარ მინდა ამდენი ხსნარი ვისუნთქო და რომ გამოვედი კაცი ესეთი მიყურებდა. ხო და ნუ ეს ხალი უყვებოდა რომ უწყლო თუ გოგოებმა რა აქნესო ხო ნანახი ქონდა რა ასკავდა რაღაცაო და ყველას გეპატიჟებით ჩემთან ის გწასაყარელი. ყველანი მოდიხართ ჩემთან მეთქი აბა როგორ არა ეხლავე მაშ ძალიან მტკივა ყველა კუნთი. კორპუსი ეს ტანის, აი ეს ადგილი. აი ძლივს მიჭირავს. მაგრამ დღესაც უნდა ვიმუშავო. ხვალ დავისვენებ. ჩემი დასვენება არის ისეთი, აი იქ დავწვევი. ფეხებს შევალაგებ ხოლმე ზემოთ და აღარ ვდგები მთელი დღე. ავდგები შევჭამ, დავწვევი, ავდგები ვიბანავებ, დავწვევი, ავდგები, დავწვევი, ავდგები, დავწვევი. ეს არის ჩემი დასვენება. მაგრამ ეხლა ლილელოსთან მაგ რაღაცა წასაღები, ლულკა ჭირდება არიძინებს ბავშვი და იდასკავს. გიჟია და მომიწევს ლილელოსთან წასვლა, ან დღეს ავალ.
თუ ადრე გამოვედი, დღეს ვმუშაობ ჩემი მამიდაშვილის ცოლთან, ანუ ჩემს სირძალთან, ჩემს მეგობართან, ჩემს უსაყვარლეს გოგოსთან და მიმყავს თანამშრომელიც ჩვეულებრივი საქმეა, ჩვეულებრივი შეკვეთაა, უბრალოდ შინაურობაში უფრო მეტად ვიძაბები, ვიდრე გარეულობაში. ჯერ ისედაც სულ დაძაბული ვარ. სულ ფიქრობ, რომ რამე არ დამიზიანდეს, რამე ისეთი არ მომიხდეს. გადავიდეთ ახლა საჩუქრებზე, რა მაჩუქეს დაბადების დღეში. ძალიან ცოტა საჩუქრები მაქვს. პირველი დავიწყოთ თათია, ჩვენი ემიგრანტი გამომწერი. გოგონა, რომელიც მე არ ვიცნობ. არ ვიცი როგორია. ვიცი უბრალოდ რომ ვარანცეოზე ცხოვრობდა. არც ვიცი ახლა სად ცხოვრობს, უბრალოდ მერიდება ხოლმე ადამიანებს ესე სულში კუჭში ჩავუყო ხელი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს რომ მეკითხებიან რაღაცებს. მან გამომიგზავნა მე საკმაოდ სოლიდური თანხა დაბადების დღეზე. საჩუქრად და მინდოდა რომ ამ თანხით მეყიდა დაისონის რეპლიკა. ჩემი დაისონის რეპლიკა რომ მოვიდა იმდენ საშინელება იყო ხალხო, იმდენ საშინელება იყო, რომ შევიძინე იმ გარიგებით, რომ თუ ვერ გამოვიყენებდი და ვერ მოვიხმარდი, უკან დამებრუნები. ხო და დამებრუნე უკან და წამოვიღე ასეთი, მე მგონი სოკანია თუ არ ვცდები. ანუ ეს თავი აქვს. აი, არ გამობრაჯოთ თორეში ვამითქცევდი. ეგი გაფრინდებით სადმე, რაღაცები დავხსენე და გამოვიყენე. არის ესეთი, ხო, სოკანია. და ნებისმიერი თავი უმაგრდება ასე და მე ასე ეხსნება, თუ არ გავტეხავ. საკმაოდ მძლავრია, გამოვიყენე. მე აღარ მქონდა ფენი, მქონდა, მაგრამ ძალიან ძველი. ასეთი თავი მოყვება. კიდევ 8 თავი მოყვება. უი რა კაია ეს. არც მინახია სიმართლე. კიდევ ეს ორი ერთნაირი რატოა? არა, ბოდიში, ერთი წვრილია, ერთი მსხვილია. მაშა, ესეთი. ნამდვილი მაშა. და ეს ზავაწყოი თავია. მოდი, თან ჩავალოთ, არ გინდა ეს პარკები, ოდეს მქონდა გამყარო. ის ღირდა საკმაოდ ძვირი. დავიბრუნა თანხა და წამოვიღე ეს მეგოცხარი, რომ რაიმე ისეთი მომეცი, რომელიც გამოცდილია და მოვიხმარ. ნუ ეხა ეს ამდენი თავი არაფერში არ მჭირდება. ყველა ვხვდებით, ხო, მაგრამ იყოს რაიმე. რას დამიშლის? რამოდენიმე დავამოყამოთ და იხმარ. ეს ღირდა 80 ლარი, აი ჩაჭდა. ესეთია, შპილესოს გავს. და დანარჩენი ფული მისი გამოსდამილი გადავდე ცალკე ვაგროვებ ეხა ნიკოლოზის დაბადების დღე მოდის და ძალიან მთხოვა რომ მინდა რომ გადამეხედო, იმიტომ რომ პაპანაკება სიცხე და არავინ არ არის ხოლმე არასდროს თბილისში და თელა ველებო ჩემო საყვარელო ხალხო, თელაში არის ერთი ასეთი რესტორანი, ჭირი იქალ ხინიაკა. ხალხო არ ვიცი, რა ვიცი, 20 კაციანი სუფრა შეგიძლიათ, გადაიხადოთ 300 ლარი და ოღონდ უგემრიელეს საჭმელი, საოცარი მომსახურება, ხო და საჩემოა რა, სულ მანდ უნდა ვიყარო.
თან როგორი კარგი სახელი აქვს ჭირი, ხალხინია, თან სასაფლავებთან არის. ჯერ პირველად ეგ რო დავინახე, მეთქი აქ არ შევჭამ თქო, არა თქო. ხო. და ნიკას ფულსაც ვაგროვებ და თათიას ნაჩუქარი რაც დამრჩა ის თანხა გადავდე ცალკე. იმედი არ მოვაკლებ და მინდა რომ მოვაგროვო და ვიყიდო ოქროს საყურე, იმიტომ რომ არ მაქვს. ჩემი ოქროები ჩემს ყოფილ ქმართან არის, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ წაიღო და აღარ მიბრუნებს. ვერაფერს ვერ დავაღწია ჩემი შვილის ნათლობის ჯვრები, იმ ნათლობის, რომელიც მამაჩემმა გადაიხადა და ჩემი დაქალები არიან ნათლიები და ჩემი ოქროებიც. იყოს თუ სიტყვას ვიხმარდი, მაგრამ შევიკავებ თავს. შესაბამისად, იქ საყურეც არ არის, იმიტომ რომ იყო პერიოდი, რომ მქონდა ძალიან ბევრი ოქრო და გამიჭირდა ძალიან და ყველაფერი გავყიდა. შესაბამისად, რაღაცნაირად მინდა, არ ვიცი რატომ მინდა, არასდროს არ მტომებია. ეხა გიჟივით ვათვალიერებ, დაახლოებით ვიცი რა მინდა. და ხო, უნდა მოვაგროვო და ვიყიდო. ჩემმა ეკატერინემ ურიაჟის ასეთი ეს არის ჰიალურონის სერუმი. და კარგია. ეხლა ვხმარობ ელბორიანს, ხო, და სანამ რო გამთავდება, მე ამას მოვსინჯავ და მე გადავალ ამაზე. ეს ჩემმა თანამშრომელმა თამარმა მომიტანა. გოგო, რომელიც ავიყვანე ჩემი საქმიანობის დაწყებიდან 4 დღეში, 4 დღე მარტო ვაკეთებდი და ვუყურებდი სიტუაციას და მან მომართვა ასეთი საჩუქრები. ეს პირველი, ანუ თლიანად ერთი მანქანის გასაღები არ ჩამოვიდა. ვუთხარი, მეთქი, მანქანის გასაღებიც ჩაგედო თქო. რა იქნებოდა რა, ხო. ეს არის ასეთი ვინძალამაზია. ცოტა ხანი დავდებ და მე აი ხო მაქვს საათთან კუთხეები და ცოტა ხანი აქ დავდებ უყურებ და მე დავკიდებ ალბათ. შემდეგი ასეთი მაისური, რომელიც ძალიან ლამაზი ფერია და ჯინსის შორტებზე იდეალური იქნება. ეს ცისხილის ფერია, ახლა აქ უფრო ესეთი ჩანს მყვირალა და ეს ჭუჭყიანი ვერდის ფერი. ასეთი პერანგი არასდროს არ მწმია, ყოველთვის მომწონდა ხოლმე და ვუყურებდი და კედებზე ჯინსზე და რაღაც მაისურზე შემოსაცმელად ძალიან ლამაზია. და ასეთი ჩანთა. ანუ მე ხო 24,000 კაბა ვიყიდე თან და მელაკის ჩანთები არ მიყვარს სიმართლე გითხრათ. ბოდის გიხდი. ეს არ მინახია. თამარ, ფული არ ჩამიდე გოგო. არ ჩაუდია. მე მაქვს ძალიან ძვირიანი საფულე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა მიყიდა და მაჩუქა. დაახლოებით 4 წლის წინ
წინასაფულეც მან მეჩუქა დიორის მქონდა ალბათ 300-400 ლარიანი იყო გაცვდა გაუბედურდა მეიკები მოიხადა ახლა მაქვს 4 წლის წინანდელი საფულე რომელსაც ვერ შევცვლი მეტია თამარს არ ეწყო მე ლაკის ჩანთები არ მიხმარია არასდროს მაგრამ იმდენად მზრუნველობით და გულით აქვს შერჩეული რომ აუცილებლად ვიხმარ თან ისეთია პატარა კომპაქტურია კოლექცია მაქვს ჩანთების გინდათ გაჩვენოთ მეც მაინტერესებს ნუ მოვიხდენ მე ჩანთები ასე მიყვარს და ერთ-ერთ მამაოს უსმინე რომ კერძ კვეთავს და რა ვიცი არ მაგდა რა უნდა გამოყვეთოს და ცოდებაო წამოთ ახლა გაჩვენებთ რამდენი ჩანთა მაქვს თან დავალაგოთ ესენი კარგად და წავალ მეც სამსახურში ზიანად ახლა მოდი ამით დავიწყებ იმიტომ რომ ეს არის ჩემი რედიკული რომლითაც ყველგან მოგზაურობ იმდენად კარგად ვხმარობ იმდენად ლამაზია არ ვიცი რამდენი წელია მაქვს და გიждები ყველგან ამით მივდივარ თუ კი სადმე ყოფილვარ დასასვენებლად ეს პატარა ჩემოდანი და ბიჭებთან ჩავდივარ თუ მამასთან ჩავდივარ ეს პატარა ჩემოდანი არის სულ ჩემთან ეს ირაჭკას ნაყიდი ჩემი ირინაში ულამაზესი რიფსის მეცად ჩუქიავანთო აი რიფსის ჩანთა გიждები ამ ჩანთაზე მეკეტება მაკანკალებს ეს ირინას გამოგზავნილი ნატურალური ტყავის ძალიან მაგარი ჩანთაა რომელიც ხშირად მიჭირავს ფეხსაცმელები ხო გაჩვენეთ სამომაკვდავო რომ აქვს ანუ საკუბოე სასვლელი მართლა დაგუფეროს მაგრამ გადაობაში კარგია მაქვს ასეთი რედიკული გოგოებო როცა რესტორანში მივდივარ ხოლმე სულ ეს დამყავს ყველა ჩანთას აქვს თავის დაატვირთვა სიყვარული და ყველა არის მნიშვნელოვანი ჩვენი გამომწერი ყველაზე ჭკვიანი ფსიქოლოგი ყველაზე კარგი მეგობარი საუკეთესო ადამიანი რომელიც მე ამ პლატფორმიდან შევიძინე ეს არის ხომ გახსოვთ ესე პირდაპირ დააკაკუნა და მოვიდა გიждები მაია ჯიბუტი ეს ჩანთა მან მაჩუქა და ძალიან მიყვარს ეს მაქვს ნამდვილი არა პატენტი არმანის და ლაკი როა ესე შეზღუდულად ვიხმარე კიდევ მქონდა ჰერმესის ჩანთა კარგი პატენტი კარგი დუპი იყო და იმ გოგონას ვაჩუქე ვინც ეს ჩანთა მაჩუქა მე მგონი ყველაფერი დამიბრუნა რაც მიჩუქებია გვიყურებს და იმედია ხუმრობას გაიგებ თამარ ამ ჩანთას ვერ შეველევი იმიტომ რომ ლილელოც რო გაიზრდება ეს ჩანთა იქნება ძალიან ტრენდული იმიტომ რომ არის ნამდვილი ეს ჩანთა ვეხარ ვკითხულობ ანაიდა ყავს ასეთი დიზაინერი ხარ ვიცი მუშაობს თუ არა ყავის სამკაულებს ამზადებ და ეს ჩანთა ძალიან დიდი ხნის წინ დაახლოებით ალბათ 20 წლის წინ ნაყიდი შეიძლება ცოტა ადრე ეხლა გასაწმენდია დაბინძურებულია
და მიყვარს. ძალიან საინტერესოა. გამჭვირვალე, ძალიან ლამაზ რაღაცებს ვდებ ხოლმე შიგნით. ამით არ სრულდება. ჩემი ირინას ნაჩუქარია. საბუთებიანია. ძალიან გასასვლელია და ძალიან გოგოშკურია. ეს არის თაფ მაკერი. მეჭირა რამდენჯერმე, მაგრამ ისე ვფრთხილდები, მიყვარს. და რა გავაკეთო? ძალიან გოგოშკური ყოფილა, რამ დროს ვიძახდი, არაფერი არ მაქვს, მაგრამ ხალხი ეს არ იცით, რამდენი წლის ნაგროვებია. და ისე მე მნიშვნელოვანი როა და არ გადავაკეთე. შევინახავ. აიცადეთ? ეს არის კაპრიზას ჩანთა. ასეთი ჭრელი. შემოცხონებულმა ყოფილმა დედამთილმა იყიდა თავისთვის და ვერ მოასწრო დაჭერა იმ საფხულს ვერ შეხვდა და ჩემო ყოფილმა ქმარმა გადაწყვიტა რომ ეს ჩანთა ჩემთან ყოფილიყო 4-5 წელია ჩემი დედამთილი გარდაიცვალა მე 6 კლასში იყო ნიკა ხარ ხო ესე და ეს ჩანთა იმის მერე არის ჩემთან ძალიან ლამაზია ჯინსებზე. და რა თქმა უნდა, ჩანთა, რომელსაც არ ვიშორებ. ყოველ დღეზე მკიდია, მაღაზიაშიც კი რომ მივდივარ. ესეც ირიკოს ნაჩუქარია, გავცვითე, გავაუბედურე, მაგრამ ხო არის რომ ეს თილისმა. ანუ შენია. წავედი გოგოებო, ხა ეს ჩემთებიც დავალაგო, ის საჩუქრებით შევალაგო. ყველას გისურვებთ ბედნიერ. არას ხუჩობათია დღეს მგონი, ხუჩობაც. მიყვარ ხართ. და რა ვიცი. წარმატებულები იყავით, ბედნიერები იყავით თქვენ საქმეში და თქვენ თავში დარწმუნებულები იყავით, იმიტომ რომ ვიღაცას თუ შეუძლიათ, ჩვენ შეგვიძლია.